დიაგნოზს ვერ სვავენ ექიმები. და დიაგნოზს რო სვავენ, მე ისეთ კურნალობას ნიშნავენ, რომ ადამიანები კვდებიან მაგის გამო. ექიმის განათლებას არ უნდა ამოწმებდეს არავინ, შემოწმებელიც არ არსებობს. ლიცენზია რომ მომეცი ხა შენმე გასტროენტეროლოგის. ჯერ ერთი სახელმწიფომ რო გასტროენტეროლოგის ლიცენზია მომცა, მეორე დღეს მე პაციენტების მიღება არ დამწყებდი, რომ ჩემ თავს დაუწესელი, იმიტომ რომ მეთქი არ ვიცი ეს არა გასტროენტეროლოგია როგორც ვიდა. სანამ იქ ინგლისში არ წავედი, ერთხელ იქით გერმანიაში არ წავედი და ჩემი ხარჯები სულ და ჩემი კლინიკის დახმარებით. დამეწყო პაციენტის მიღება გასტროენტეროლოგის რომ აზი არ ვიყავ. საერთოდ რაც ოდნავ მომწეს ეგ არ იყო საკმარისი და სანამ ეს თავდაჯერება ასე არ გამოვიმუშავე რომ რაღაცა მეთქი შევ რა ეხა შემილია რომ გავეკარო ადამიანს, თორე ის ოფიციალურად ნებართვა მქონდა. და რო გაძლევს სახელმწიფო ლიცენზიას, ლიცენზია ჩვენი საქმიანობა ხო არის ლიცენზირებული ასე შენ ხო ვერ გახდები ექიმი ხა ხო თუ რაღაც საბუთებს არ აიღებ ხო? ამ ლიცენზიას ეხა პაციენტს ხო ატყუებ ხა რაღაცა ფასი უნდა ედოს შენ რომ მეუბნები რომ გვანცას რო ეუბნები რომ მიდი ჯაბა ზარქვასთან ეს არის გასტროენტეროლოგი. ეს გვანცა ხა თავში მოიაზრო გასტროენტეროლოგი ესე იგი ნიშნავს ეს ამას. მაგ მე მამოწმებს ეხა მე რო სიტყვაზე ხვალ წავიდე და მოვინდომო დურგლობა ან რაღაცა სხვა ვაფშე სხვა საქმე ვაკეთე. 5 წლის მერე რომ მომინდეს ისე რომ რაღაცა მომინატრა პაციენტების მიღება რა და ისე რომ დავიწყო. და ვინმე დამსაქმებელი ვიპოვო არაპატიოსანი. ვინმე სხვა რო ჩემი კლინიკა რო გავხსნათ უნდა და დაუჯდე და ვიმუშაო კაბინეტის კაბინეტის პოვნას რა უნდა. სისტემა არ გეკითხება არაფერს რომ ჯაბა ჯიგარო სად იყავი ეს ცოდნა ისევ გაახნეტა ისე ვიცი იმიტომ რომ თავიდან როცა შეგამოწვა მაშინაც ხო ვერ შეგამოწვა წესიერად. ნაგავი ცოდნა მოგცა რა და ნაგავი გამოცდა ჩაგიტარა. ეგ არაფრის ცოდნას არ ამოწმებს რა. და ეხლა კიდევ საერთოდ მე მაგასაც აღარ გეკითხება მე ხელახლა რომ საერთოდ ინარჩუნებდა როგორ არაფერზე არ კიდია პაციენტის ბედი